ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ქართულ მედიაში არსებული პრობლემების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს. მოხსენებაში სახელწოდებით თავდასხმა პრესაზე 2009 ვკითხულობთ. ამ წელს საქართველოში არც ერთი ჟურნალისტი არ მოუკლავთ და არ დაუჭერიათ, მაგრამ პრესის თავისუფლება ამ პატარა ქვეყანაში მთავრობისთვის მანიპულაციის იარაღად იქცა. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს მთავრობის მიერ წლების განმავლობაში მედიის კონტროლის არაერთი მაგალითი მოჰყავს. ერთდროს დემოკრატიული მოძრაობის მოთავე რუსთავი 2009 წელს სამთავრობო პოზიციის მმართველის ხელში მთლიანად დადუმდა. კიდევ ერთი ფორმალურად დამოუკიდებელი ტელესადგური მზეკი პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილის ხელში გადავიდა, რომელიც ასევე სააკაშვილის მოკავშირეა. თავისუფალ მედიაში კიდევ ერთი სპეკულაცია ტელეიმედს უკავშირდება. ზეწოლის სხვადასხვა ფორმების შემდეგ 2008 წელს მისი მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილი აიძულეს აქციების საკუთარი წილი გაეყიდა და საზღვარგარეთ გაქცეულიყო. იმედი დაიხურა. სამთავრობო ცენზურა 2009 წელს სატელიტურ ტელესადგურ მაესტროსაც შეეხო. არხის ხელმძღვანელობას მაუწყებლობის არეალის გაფართოება სურდა. 2008 წელს მაესტრომ ამის უფლება ხელისუფლებისგან მიიღო, თუმცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს ადგილობრივ საკაბელო კომპანიებს აიძულა მაესტროს მაუწყებლობა ეგრეთ წოდებული ტექნიკური მიზეზების გამო შეეწყვიტათ. მაისში კი მაესტროს ოფისის შესასვლელთან დაუდგენელი ვინაობის პირებმა ყუმბარა ააფეთქეს. დაზიანდა ფანჯრები და კარი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.